სასცენო ფორმები 92 ანსამბლს და მუსიკალური ინსტრუმენტები 17 შემოქმედებით ჯგუფს რეგიონის მასშტაბით. სცენისთვის აუცილებელი ყველა ინვენტარი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სფეროს უკვე მე-6 წელია რაც გადაეცემა. პროექტი, რომელიც რეგიონში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. Panduri, Salamuri, Doli, Chiponi, Diplipito, Chuniri და Pilili. ახალი მუსიკალური ინსტრუმენტების საჩუქრად დღეს ხელვაჩაურის ვოკალური ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა 10 ძალმა 2010 წელს რესპუბლიკური დათვალიერების დროს საუკეთესო შედეგებისათვის მიიღო. 10 ძალთან ერთად დღეს საჩუქარი პირველ საჯარო სკოლასთან არსებულ მედოლეთა ჯგუფ ლილესაც გადაეცა. სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებით ორივე ანსამბლი დღეს განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ პირადად დაასაჩუქრა. სასცენო კოსტიუმები შეუძინეთ იმ შემოქმედებით ანსამბლებს, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიენ 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამინისტროს მიერ ჩატარებულ დათვალიერებაში, ხოლო რაც შეეხება ინსტრუმენტებს, შეძენილი იქნა იმ ანსამბლებისთვის, რომლებმაც განაცხადი მოთხოვნა შემოიტანეს 2010 წელს. დიდი საჩუქარია საახალწლოდ, რა თქმა უნდა, ნაწილი ინსტრუმენტები გქონდა და ძალიან ბევრი დაგვემატა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც არ გქონდა და რომელიც მართლა აუცილებელია, რომ ეს პატარა საქართველოს კარგად წარმოვაჩინოთ. მუსიკალური ინსტრუმენტები და სასცენო ფორმები რეგიონის მასშტაბით სულ 92 ანსამბლს და 17 შემოქმედებით ჯგუფს გადაეცა. მიზნობრივი პროგრამა, რომლის მიზანი რეგიონში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა მე-6 წელია ხორციელდება. სცენისთვის აუცილებელი ყველა ინვენტარი ჩაქვის პირველ საჯარო სკოლასთან არსებულმა ანსამბლმაც მიიღო. პროექტის ფარგლებში ანსამბლის 45 წევრს რაჭულისა და მთიულურის ფორმების გარდა რამდენიმე სახეობის ინსტრუმენტის გადაეცა. ანსამბლო ოღოინანას მსგავსად მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული საჩუქარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე შემოქმედებით კოლექტივსაც ერგო. ეს ფორმა ძალიან ლამაზია, ძალიან მოხერხებულად მოვეტყვეთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ როდესაც გავიმარჯვოთ, უფრო ლამაზ ფორმებსაც დაგვიიგებენ და სულ ასეთ წარმატებები გვექნება. წინა საახალწლოდ ჩვენი სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო. საცეკვაო ფორმები და მუსიკალური ინსტრუმენტები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლისთვის აღნიშნული ფორმების გადამოცემა და განათლების სამინისტროს ძალიან კარგი პროგრამა აქვს. უფრო ამაღლდა мотивация თითეული მოსწავლეებში და სამომავლოდ უფრო მეტ რეპერტუარს ვთავაზობთ საცეკვაოს და ასევე სასიმღეროს. პროგრამის თანახმად საჭირო ინვენტარი ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ხიხანსაც გადაეცა. ანსამბლის სასცენო გარდერობს 8 რაჭულის და ამდენივე აჭარულის ფორმა შეემატა. სამომავლოდ მათთვის კიდევ რამდენიმე სასცენო ფორმა შეიკერება. მოცეკვავეები ამბობენ, რომ ეს მათთვის დამატებითი სტიმულია. ეს ჩვენთვის გარკვეული სტიმულია, რადგანაც უფრო გვიხარია ახალი ფორმების ცეკვა. დიდი მადლობა ყველა საჭარის განათლების სამინისტროს მთლიანად ხელისუფლებას, რადგანაც უფრო კარგი ახალი ფორმებით უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და იმედია, რავი, გავამართლებთ. კარგად ვიცეკვებთ, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე განათლების სამინისტრომ შეგვიკერა 8 წყვილი ხევსურულის ფორმა გოგოებისთვის, 8 წყვილი კენტაურის ფორმა ვაჟებისთვის. შეკვეთილი გვაქვს კიდე აჭარულის და რაჭულის ფორმები. მიმდინარე წელს მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამისათვის განათლების სამინისტრომ 200,000 ლარი დახარჯა. პროგრამა სამომავლოდაც გაგრძელდება.